გვინდა თუ არა ევროპა. ესეთი კანონებით. აქ საუბარი იყო არის თუ არა ჩვენი განცხადებები, პოლიტიკური განცხადებები, არამს და არამს პოლიტიკური განცხადება არა თუ არ არის. არამედ ის ადამიანები, რომლებიც ჩვენს პოლიტიკოსობაზე აპელირებენ, კოვზის ნაცარში ჩაგდებას უფრო უნდა ხედავდნენ ამ ყველაფერში, ვიდრე მათი მიზნის მიღწევას, რომ ჩვენ გავჩერდებით და ჩვენი ქვეყნის წუხილით არ დავინტერესდებით და ამას პოლიტიკად რომ შეგვირაცხავენ, მერე ვიქნებით ჩვენ გაჩუმებული. აქ საკმაოდ ისაუბრეს როგორც იურისტებმა, აგერ ბატონ დიმიტრია, ასევე მამებმა, მე დაწვრილებით ამ კანონზე საუბარს არ მოუყვები, მით უმეტეს რომ მე არ გახლავართ იურისტი. მე მინდა პირდაპირ მთავრობას მივმართო. იმ ადამიანებს, რომლებიც დღეს მართავენ ამ ქვეყანას და იმ ადამიანებსაც, რომლებიც გუშინ მართავდნენ და დღესაც გონი ისინი მართავენ და ესენი იბრალებენ რაღაცას. დღეს მოდურ თემად არის სამწუხაროდ ქცეული გარკვეული ფარული ჩანაწერების ბატონო ხელისუფლების წარმომადგენლობა თქვენ რომ ჩადიხართ უმსგავსებებს ამ ფარული ჩანაწერების გამოაშკარებით თქვენზე ზეწოლის მოხდენები მოდურ თემად არის ქცეული. მაგრამ რასაც თქვენ ანტიდისკრიმინაციული კანონის მიღებით აი ამ ეგრეთ წოდებული იუვენალური იუსტიციის კანონის მიღებით აკეთებთ. რაღა ფარული ჩანაწერები გჭირდება, რასაც თქვენ ღიად აკეთებთ. იმის რომ გწვენიათ, რაც გააკეთეთ საკუთარ ოთახებში. და მე რაღაცამ გამოგიაშკარავათ. ამის არ გწვენიათ, რაც აკეთებთ და რის გამოც კინაღამ უნგინდათ რომ უკაცრავად და გახუნებული პლაშებით მოირგოთ საქართველოს თქვენ მხრებზე. რამეს მაინც გავდეს ეს თქვენი მხრები. მე მინდა რომ შეგახსენოთ რომ სააკაშვილმა არათუ პრეზიდენტა, არამედ იმეფა ამ ღვთისმკურთხეულ ქვეყანაში. და იმეფა არა როგორც გიორგი ბრწყინვალემ ან წმინდა დავით აღმაშენებელმა, არამედ როგორც ქართული და მართლმადიდებლური ცნობიერების წალეკვის მოსურნე და გამღწელმა როსტომ ხანმა. აი ასე შეაფასებს როგორც სააკაშვილის, ასევე დღევანდელი ხელისუფლების საქმიანობას არა მხოლოდ შორეულ მომავალში ჩვენი შთამომავლობა, არამედ დღეს და ხვალაც. ამის საბაბს, ამის თქმის მიზეზს, საბაბი მცირეა. ამის თქმის მიზეზს გვაძლევთ თქვენი საქმიანობით, ბატონო ხელისუფლების წარმომადგენლებო. ადამიანები, რომლებსაც თქვენ ამომრჩევლებს ეძახით, ბატონო ხელისუფლების წარმომადგენლებო, ეს ამომრჩეველი უნდა იყოს თქვენი ხელისუფლების წყარო, ასე აღიარებთ ყოველ შემთხვევაში ხმამაღლა გაზეთებში, პრესაში. ანუ თქვენს მიერ მიღებული საკანონმდებლო კანონები და მთავრობა კანონქვემდებარი აქტებიც უნდა ასახავდეს ამ ქვეყნის მოსახლეობის ინტერესებს და არ უნდა ეწინააღმდეგებოდეს. თქვენს მიერ მიღებული აი ეს კანონი, რომელზეც ჩვენ ახლა ვსაუბრობთ, რომელიც ფარულად მიიღეთ, მალულად, მზაკრულად, როგორი მზაკრობაც არაერთხელ გამოიჩინეთ ბატონო დღევანდელო პარლამენტის წევრებო და წინამთავრობის წევრებოც. აი ეს კანონი ემსახურება ამერიკის და ევროკავშირის ინტერესებს და არა იმ ქვეყნის ინტერესებს, რომლის საკანონმდებლო ორგანოს წარმომადგენლებით სამწუხაროდ თქვენ ბრძანდებით და თქვენც რომ იყვნენ ისინიც კიდე. მე მინდა ჩამოვთვალო რამდენიმე მომენტი, აგერ მოვინიშნე, რაც უცბად გამახსენდა. დაწყებული წინა ხელისუფლებიდან გაგრძელებული ახლით. საჯარო სამართლის სუბიექტებად გამოაცხადეთ ბატონებო ზოგიერთი რელიგიური მიმდინარეობები. მერე იყო და რაღაც რეგიონალურ კანონად ჩამოაყალიბეს გარკვეული კანონი, ამაზე გახსოვთ პატრიარქმა თავისი განცხადება გააკეთა, რაც აბსოლუტურად მიუღებელი და დამანგრეველი იყო. სააკაშვილის დროს იყო, მე ორივეს მიმართავ. ანტიდისკრიმინაციული კანონი მიიღეს. ეს უკვე დღევანდელებმა. საქართველოში მიწის ნაკვეთების უცხოელებზე გასხვისების შესახებ ვითომაც რაღაც უბადრუკად დადგენილება მიიღეს და იმდენად უბადრუკი იყო და არ არგუმენტირებული რა იყო, ვერ გეტყვით რომ პაპუაშვილის უწყებამ ერთი ფარადნა ქაღალით გააუქმა. სკოლებში ახალი საგნების შემოტანა მოინდომეთ, რომლის ძალითაც შემოგაქვთ ჰომოსექსუალიზმის და სქესის გადაკეთების საკითხების სკოლებში, პატარა ბავშვებთან. საუბარია მე-4-მეხუთე კლასელებზე და მერე ზემდგომ. ახლა არის და ოჯახში იჭრებით და გინდათ რომ ამ კანონის ძალით შვილები ზაგვართოთ. და ზოგიერთი თქვენგანი სამწუხაროა, მაგრამ შვილები ჯერ არ ყავს და ჩემი შვილებით ვაჭრობა მომინდომეს.
მათ შორის იუსტიციის სამინისტროში. თავისები არ ყავთ, მაგრამ ჩემით უნდა ივაჭოთ, რატომ? მათ დედობრივი განცდა გზნობაც კი არ გავაჩინიათ, სამწუხაროა, მე ამას ნიშნის მოგებით არ ვამბობ. ეს არის ტრაგედია, არა მხოლოდ მათი პირადი ტრაგედია, რომელსაც ისინი ვერ ხვდებიან და ადამიანის საცოდავი არის მაშინ უფრო, როდესაც ვერ ხვდება რასაკეთებს. ვიდრე როცა ხვდება. ისინი ამას გეუბნებიან, რომ არაფერი ცუდი არ არის. ერთი გამოგებია და ამ ყველაფრის ფონზე ხომ არ უნდა დაისვას საკითხი ბატონო მთავრობის წარმომადგენლებო, რომ თქვენ თითქოს და რუსული საბჭოთა იმპერიის მონობა არ გნებავდათ, მაგრამ დღეს გარკვეული უკაცრავად დოღი გაქვთ გამოცხადებული, რომ დაიმკვიდროთ ევროკავშირისა და ამერიკის მონის სტატუსი. სახელად არ დაარქვეთ ამას, რა მნიშვნელობა აქვს? ეს ხო მონობაა და მეტი არაფერი. მე მათ მინდა რომ მივმართო, რომ ეგებ დაფიქრდნენ, თორე აქ სხვა თვითონაც იღუპებიან და ჩვენს გუპავენ ესენ. დღეს როგორც ტელევიზიები, ტელეარხები, არასამთავრობო ორგანიზაციები ასე მათი საჩითილი გახდა საქართველოს, რომ ასე იჩეკებიან და იჩეკებიან. ასევე ის ადამიანები, რომლებიც ასე უკაცრავად და ყველანაირ ორიენტაცია გამრუდებულად ჩანან დღეს საზოგადოებაში, აპირებენ იმით, რომ ჩვენ თურმე ევროკავშირში და ნატოში შესვლით, საიდანაც ეს კანონი მოდის, რომელზეც დღეს ვსაუბრობთ. აი იქ შესვლით ჩვენ უბრუნდებით თურმე ნოიტყვით და ჩვენ მშობლიურ ოჯახს. მე მინდა რომ წავიკითხო ახლა ერთი ამონარიდი იმ ავადსახსენებელი ჰომოსექსუალთა მანიფესტიდან, რომლის დასაკმაყოფილებაც მიიღეს დღევანდელი კანონი. დღეს ჩვენ რომ განვიხილავთ ეს კანონი. ოჯახი ეს სიცრუის, ღალატის, უძლურების, პირმოთნეობის და სისასტიკის სანერგე გაუქმდება. ოჯახის ინსტიტუტი, რომელიც წამლავს, წარმოსახვასა და თრგუნავს თავისუფალ ნებას, აღმოფხვრილი იქნება. გენეტიკურ ლაბორატორიებში მოხდება სრულყოფილი ვაჟების ჩასახვა და გამოზრდა. ისინი გაერთიანდებიან კომუნებში, რომელთაც გამოცდილები უხელმძღვანელებენ. ყველა ეკლესია, რომელიც დაგუგმობს, დაიხურება. ჩვენი ერთადერთი ღმერთები სიმპათიური ჭაბუკები არიან. ჩვენ შეგვიძლია იარაღის სროლა და ბარიკადების აღმართოც. იკანკალე ჰეტერო ღორო, როდესაც ჩვენ გამოვჩდებით ნიღბების გარეშე. ეს ციტატა გახლავთ 1997 წელს სვიფტის მიერ გამოქვეყნებული მანიფესტიდან. შემთხვევით, აი მათი ამ ჰომოსექსუალების ნიღბების გარეშე გამოჩენის დრო ხომ არ მოვიდა და ამ ყველაფრის ფონზე ხომ არ ხდება ისე, რომ დემოკრატიის საფარველ ქვეშ კაპიტულაციას გვიმზადებს ჩვენი ხელისუფლება. ამას ვერასოდეს ვერ დავემორჩილებით. როდესაც ანტიდისკრიმინაციული კანონი მიიღეს, პირველივე კვირას ჩვენმა უწმიდესმა ინტერესმა ქადაგებაში სამების საკათედრო ტაძარში გამოაცხადა, რომ არც ერთი მორწმუნე ადამიანი ამ კანონს არ მიიღებს ბრძანა. რა თქმა უნდა, არც ერთი ადამიანი ამ პერსპექტივას არ მივიღებთ და არ დავემორჩილებით. მეც და აქ ყოფ ადამიანებსაც შვილები გვყავს. მე კიდე რა, აქ მრავალშვილიანი ოჯახის მამების ხედა. ხელისუფლების წარმომადგენლებო, აგერ გეუბნებით, მე არ ვიცი რომელი კამერა მიყურებს, იქნებ თქვენ შემოგხვდოთ და გვითხრათ, რომელი თქვენი წარმომადგენელი მობრძანდება და იმისათვის რომ მე ჩემს შვილს არ გაუშვებ, ჩემი შვილები არასრულწლოვანები არიან, არ გაუშვებ იმ გაკვეთილებზე, რომელიც თქვენ გიდათ რომ შეიტანოთ, საბრალო განათლების ყოფილი მინისტრის ხელით რომ დაიწყეთ, მე იქ არ გაუშვებ ჩემს შვილებს და რომელი თქვენი სოცმუშაკი მოვა ჩემთან და ხომ არ გონიათ რომელიმეს სტუმარ მოყრულად მივიღებ. და გეგონებათ რომ მღვდელი ვარ და მე ჩემ უფლებებს არ დავიცავ, თუნდაც ფიზიკურად. სხვა გზა თუ არ დაგვრჩება, თუ მაინც უნდა წაგვართვანა ჩვენ ციხეში გაგვიშვან. მაშინ რა თქმა უნდა, მე ჩემი ღირსება უნდა დავიცვა, არა ისე როგორც უღირსებოების ხების ღირსებას იცავენ ომბუდსმენის სამსახურში და სხვაგან, არამედ ისე, როგორც ეს ეკადრება მართლმადიდებელ ადამიანს. მიუხედავად იმისა, ეს იქნება მღვდელი, თუ ეს იქნება უბრალო ერისკაცი, ჩვეულებრივი ერისკაცი. თქვენ ყველას მადლობას მოგახსენებთ, რომ საშუალება მომეცით, ხელისუფლება იქნებ გაითვალისწინოს, რომ არასოდეს არ მოხდება ის, რაც თქვენ მოგიწყვეს და ბოლოს. მე გავიხსენებთ ღვთისმეტყველებაზე ზედმეტია უკაცრავად და ზოგიერთ თქვენგან დასაუბარი, გავიხსენებ ჭაბუ ამირეჯიბის, არ გავიხსენებ, პერიფრას გავაკეთებ. სადაც საუბრობს მამაძაღლ სეთურზე. რა დღეში ჩაგაგოთ ამერიკის ელჩმა ხედავთ?
მოგესალმებით, მე გახლავართ ლაშ ცაიშვილი, თეოლოგი და სოციალურ მეცნიერებათა დოქტორი.